დილა წიგნებისა დღეს სხვადასხვა სერიის ახალ გამოცემებს წარმოგიდგენთ. ესენი გახლავთ წიგნი ალბომი გურიაზე სერიიდან ჩემი საქართველო ის რაც ერთხელ უნდა ნახო. ასევე ტერი პრეტჩეტის სატვირთოს გამტაცებლები, რომელიც ბავშვებისთვის ლიბერ კიცის ფარგლებში გამოიცა. სიახლეა მათვისაც, ვისაც მარკეტინგში სურს საკუთარი თავის გამოცდა. ალექსანდრ ჰეიმის მარკეტინგი მარტივად და გაინტერესებთ თუ ამ სფეროში აპირებთ მოღვაწეობას. გიორგი კეკელიძეს უთმობთ ეთერს. შეიძლება ეთქვას, რომ ახლა ჩვენ თითქმის ზაფხულის ბახმაროდან მოგესალმებით, იმიტომ რომ ხედავთ ძალიან ბევრ ნაძვს შორის მოვიწევ და ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე საუბარი ჩემგან ცოტა უხერხულიც კია, იმიტომ რომ უკიდურესად სუბიექტური ვიქნები. მე გურიაზე მოგახსენებ და გესაუბრებით მხარეზე, სადაც დავიბარდე, სადაც გავიზარდე, მხარეზე, რომელიც ალბათ მართლა პარადოქსების ადგილია, უკიდურესად ლამაზი და სამწუხაროდ დღეს უკიდურესად ღარიბი. ადგილი, რომლის აღწერასაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა შეეცადა ჩემი საქართველო ის რაც ერთხელ უნდა ნახო, პალიტრა წიგნი მეორე გურია. შეეცადა და ვფიქრობ ძალიან კარგადაც გამოუვიდა ის რისი ასახვაც და დანახვაც კამერა შეუძლია, მით უფრო ამ თვალსაზრისით ძალიან რთულ მხარეში, იმიტომ რომ აქ ზღვაც არის, აქ თაც არის და სხვა ყველაფერი დანარჩენი, რისი მომადლებაც ბუნება შეუძლია, ამ წიგნში შეგიძლიათ ნახოთ. მით უფრო რომ კალანდა ახლოვდება. კალანდა კი გურიის დღესასწაულია. გურიიდან გურუებზე გადავინაცვლოთ, უფრო სწორედ ინსტრუქციაზე თუ როგორ უნდა გახდეთ მარკეტინგის გურუ. ამაში წარმატების ბიბლიოთეკა პალიტრაელის ახალი სერია დაგეხმარებათ, რომელიც ალექსანდრ ჰეიმის წიგნს გთავაზობს სწორედ მარკეტინგის შესახებ, მარკეტინგი მარტივად. აქ არის წესები, რომლის მიხედვითაც თქვენ ადვილად უნდა გაიკვალოთ ამ მიმართულებით გზა, სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შედგენა, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება, მიმზიდველი ვებ მარკეტინგის შექმნა და ასე შემდეგ. მოკლედ, იჩქარეთ, მიაკითხეთ, გადაშალეთ და გახდით გურუ, მარკეტინგის გურუ. სანამ ტერი პრეტჩეტის სატვირთოს გამტაცებლებზე მოგიყვებოდეთ, მინდა მოგითხროთ იმ სერიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ეს გამოცემა გამოვიდა. ეს არის ლიბერტინსის წინა თაობა, ლიბერკიცი 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, სწორედ მათ მიერ შერჩეული წიგნები და ასევე მშობლების და მასწავლებლების ჩარევით შერჩეული წიგნები, მათ მონაწილეობით შერჩეული წიგნები იქნება თქვენს წინაშე წარმოდგენილი სწორედ ამ სერიის ფარგლებში და ამ სერიის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი გახლავთ სწორედ ტერი პრეტჩეტის სატვირთოს გამტაცებლები წიგნი, რომელიც ნომების ცხოვრებას ეხება, ნომებში არ აგერიოთ, ეს სულ სხვა არსებებია, ისინი მაღაზიაში ცხოვრობენ, მის ჭურჭლტანებში იმალებიან და ასე მოღვაწეობენ, მანამ სანამ არ გაიგებენ დიდი საფრთხის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება მაღაზია დაიხუროს. აი სწორედ ამ თავგადასავალს, ამ საგას ეძღვნება ეს ძალიან საინტერესო და ჩამთრევი მოთხრობა წიგნი, რომელსაც აუცილებლად გირჩევთ თქვენი პატარებისთვის. ლიბერკიცი, ტერი პრეტჩეტი, სატვირთოს გამტაცებლები. მეორე წიგნი, რომელსაც წარმატების ბიბლიოთეკა გთავაზობთ და პალიტრაელი წარმოგიდგენთ, ასევე უკავშირდება ბიზნესს და გაყიდვების ხელოვნებას და მისი ავტორი გახლავთ ტომ ჰოპკინსი, ადამიანი, რომელიც 27 წლის ასაკში გახდა მილიონერი სწორედ ამ ხელოვნების დაუფლების წყალობით. მის წიგნს ჰქვია გაყიდვები მარტივად, წადია ერთი შეხედვით ამ ყველაფერს სიმარტივის ელფერი შეიძლება დაკრავდეს, მაგრამ ამ ყველაფერისთვის თქვენ აუცილებლად გჭირდებათ გაეცნოთ წიგნს, რომელიც გასწავლით საერთოდ რა არის გაყიდვები, ან რა არ არის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რას გულისხმობს ის საფეხურები, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ ამ საქმით დაკავებულმა ადამიანებმა, რომ წარმატებას მიაღწიოთ. მას ასე, პალიტრაელი, წარმატების ბიბლიოთეკა, გაყიდვები მარტივად, ტომ ჰოპკინსი.